ძრავის კი არა და იმის ხუბს დენის ჩასარჭობის ხუბს ცალკე ვეძებთ, კანტებს ცალკე, კარებს ცალკე. აბა წავედით და ვნახოთ რა ნაწილები ამოვიდა ჩვენი რამოთხიდან. აი ეს პატარ-პატარა რაღაცები თავს მაგონებს და ბარემ თელავიდან ჩვენი კარიც ჩამოვა და სახში წარმოვადგეს და პირდაპირ რავი რეისებზე ვიბლია იქნება. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ალექსი, თქვენი მყოფებით Dream Chaser-ის სახზე და ეს არის ჩვენი მორიგი პროექტი. ეს არის ჩვენი საგონკაო, საგაზაო, TikTok ტრენდებიდან გამომდინარე, რავოთხი პრაიმი ჩამოვიყვანეთ 300 ცხენზეა, უნდა დავასტეიჯოთ, ვიგაზაოთ და BMW-ებს გადავასწროთ. ხუმრობები კიდე გვერდზე რო გადავდოთ, კი რავოთხი პრაიმია, არ უნდა ვიგაზაოთ არანაირად, მაგრამ მოგიყვებით, იმიტომ რომ რავოთხი არასდროს არ მყოლი არხზე, მით უმეტეს რავოთხი და თან ასეთი დატენვადი და ჰიბრიდი და მოკლედ 2021 და თემები. მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ სულ პირველად ვხედავ ხა ამანქანას, ნაწილები ყრია, შიგნით არ მინახავს, უწრფელად გეუბნებით, ეხა ერთად გავხსნით, ერთად ვნახავთ, ერთად შევაფასებთ ამანქანის დაზიანებას და მე ერთად ვეცდებით რომ ავადგინოთ და მევიყვანოთ ეს მანქანა იდეალურ დონემდე. ასე რომ წავედით, გეპატიჟებით ეპიზოდების სერიაში ჩვენს რავოთხ პრაიმზე, წინასწარ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს და ერთად ჩაუჯექით ჩვენი ვიდეოების ყურებას. იმიტომ რომ საოცნებო მანქანებისკენ მივდივართ. 2014 გალენი გველოდება. რაც დაზიანებებს შეეხება. ცხვირთან გვაქვს აი ასეთი პრობლემები. გვერდიდანაც გვაქვს პრობლემები, რომელიც აი ასე გამოიყურება. აქ სავალში გვაქვს სიანი მიღებული კარებში და წინა კარებშიც. ამ ყველაფერთან ერთად ტრანსპორტირებისას მითხრეს, რომ თლად ყველაფერი ზედმეტად მარტივი ჩანსო შენთვისო და ამიტომ გიზიანებთ საბარგულსაცო, აქ დამიზიანეს საბარგული და აი აქაც დამიზიანეს საბარგული, რატომაც არა, იმიტომ რომ სირთულეები მიყვარს და დაზიანებული მანქანები მით უმეტეს. ბორუკბალი გვაქვს გახეთქილი, კარები გვაქვს დაშლილი, ნაწილები შიგნით ყრია და ეხა დავიწყოთ ნაწილების დათვალიერება. კარის აბიუკები გვაქვს, რაც დიდი პლუსი. ნახოთ კიდე რა დაგხვდება შიგნით. აქედან რაც ჩანს და რაც მომშვიდებს, ფარი არის, კი აი ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ არა უშავს, მთავარია რო არის. ბამპერი გვაქვს შეჭმოჭნული შიგნით, სხვათა შორის ეს ყველაფერი მაგონებს ჩვენი Subaru Forester-ის პროექტს, რომელიც ზუსტად ესე ჩამოვიდა, ჭერი საერთოდ შეხვეული იყო და ხალი ჩასავით იყო გახვეული და ისე ჩადებული მანქანაში, მაგრამ მაინც მოვერეთ მაგ ყველაფერს, მაგ ყველაფრის დანახვა. თუ გაინტერესებთ როგორ ავაწყეთ დაახლოებით მსგავსი დაშლილი მანქანა, არხზე დევს უკვე ვიდეო, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, თან სხვათა შორის თუ არჩევთ მანქანას და გინდათ თქვენი სახლისთვის აი დაახლოებით ეს სტილში მანქანა წინა პროექტებიც და გაინტერესებთ Lexus UX-იც ყავდა, Subaru Forester-იც ყავდა, Outback-ებიც ყავდა, მოკლედ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ თუ რომელი მოგწონთ უფრო. ამანქანის მიმოხილვაც დაიდება არხზე და ჯერ ავაწყოთ, მერე უკვე მიმოხილვასაც დაევადეთ. აბა. არ ცოცხლდება? გაცოცხლდა. აუ დაიწყო ამ Toyota-მ. ესეც ჩვენი რავოთხის პირველი ხმები. სხვათა შორის სანამ აქ მოვიდოდი, ნაწილები ვიყიდეთ, რაც გვჭირდებოდა, ეს არის ორი საბურავი, პირველად რაც გვჭირდება, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მანქანა ფეხზე რო დადგეს, ამორტიზატორი ვიყიდეთ და ბუმერანგი ვიყიდეთ, ეგრეთ წოდებული. მე ნუმერი. მოკლედ სავალსაც გამოვასწორებთ. ეხლა დავიწყებთ ამანქანის ნაწილების შეფასებას, ზიანის შეფასებას, მე ვნახოთ რა უნდა ვიყიდოთ და მასე მივყვეთ ეტაპობრივად და ავაწყოთ. რატო წუის ეს მანქანა? აბა ვნახოთ თაფლი თუ არის. წამოვა ხო? ვნახოთ. რა პირდება, რა პირდება. ისინი მამამ ნოხები იპოვა. ნეტა რა არ არის, ესე უნდა დაისვას კითხვა აქ. ესეც ჩვენი სალონი. კარები ძალიან კარგად არის დამაგრებული. მომწონს. სხვათა შორის ჩვენი რავოთხი, რადგანაც არის დატენვადი, მინდა რომ გითხრათ ჩვენი კიდევ ერთი დატენვადი ისტორიის შესახებ. ეს არის ჩვენი Tesla Model 3, რომელიც ჩემმა ძმაკაცმა ჩამოიყვანა და აი ერთად ვაწყობთ.
ესე გამოიყურება ახლა აქაურობა. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ელექტრომანქანები და ვინც დაინტერესებული ხართ Tesla Model 3-ის შეძენით, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და ჩემს არხზე უკვე დევს ამ მანქანის აღდგენის ისტორია. შეგიძლიათ ნახოთ, შეისწავლოთ ეს მანქანა ცოტა უფრო ახლოდან. ჩვენც თქვენთან ერთად ვსწავლობთ მაგ ვიდეოებში და მოკლედ საინტერესო ვიდეოები გამოვიდა ამ Model 3-თან. Здорово. Здорово. აბა წავედით და ვნახოთ რა ნაწილები ამოვიდა ჩვენი რამოთხიდან. სარკე სტოპი არის? სარკე ვნახოთ, იქ რაღაც იქ ფარიდევს. სარკე გვაქვს. აქ მთავარია თაგვი არ ყოფილიყო, იმიტომ რომ საერთოდ არ გვაწყობს ამ მანქანაში თაგვი. რაღაცები თაგვისკენ მიდის. იმედია თაგვი არ არის. ოგე, მამამ სტოპიც იპოვა. ეს კრილო სტოპი ძვირი ის. ძვირი ის ხო? იმედი კრილო სტოპი. აია. მოკლედ ნელ-ნელა ამოივს აქაურობა. რაღაცები გვაქვს, მაგრამ დაზიანებული. ოგე, ეს ვიპოვეთ ბამპერის ნაწილი. ოგე, ჯერჯერობით ჩვენი Toyota RAV4 ესე გამოიყურება. ყველაზე მეტად მანაღვლებს ამის კარები. იმედი არის, რომ გაკეთდება და არ მომიწევს კარების ძებნა, ყიდვა და ასე შემდეგ. მირჩევნია რომ გაკეთდეს. თან ამასობაში მინდა გითხრათ სად ვარ, ჩემ გამომწერებმა და ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს უკვე იცით ეს ლოკაცია და სადაც ვარ, მაგრამ ახლებისთვის გეტყვით, ეს არის ჩვენი პარტნიორი სერვისი, სადაც ყველაფერი კეთდება. აქ ვიღებთ მანქანებს, სავალსაც აქ ვაკეთებთ, სათუნუქესაც აქ ვაკეთებთ, სარობოტესაც აქ ვერევით და იღებება კიდევაც მანქანები აქ. ლოკაცია აღწერაში იქნება. ჩემი სახელით ვინც მოხვალთ, აქ საინტერესო ფასდაკლევებით დაგხვდებიან და დიდი ყურადღებით მოექცევიან თქვენს მანქანებს. ჩვენ კიდე წავედით და ჩვენს RAV4-ს მოვერიოთ. საწყენი სიახლე მაქვს. ძალიან საწყენი სიახლე. აი ეს პატარ-პატარა რაღაცები თავს მაგონებს და თაგვებს აქვთ. ძალიან ცუდი ჩვევა, რომ აი ესეთი პენოპლასტები, პლასმასები, საჰაეროები, მილები, ღმერთმარგნას დენის კაბელები, აი ეგეთ რაღაცებს ჭამენ. ეხლა არ ამგონი ეს მანქანა დიდხანს მდგარიყო ეგეთ სიტუაციაში, მაგრამ რომ მდგარიყო, სავარაუდოდ ზედმეტად დიდი პრობლემების მანიშნებელი იქნებოდა აი ეს პენოპლასტის ნამცეცები. გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე მინახავს და რაც მე მაქვს შესწავლილი, ეგრეა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გადავრჩებით და ეს პატარ-პატარა რაღაცები დიდად არაფერს არ ნიშნავს და მოკლედ ის პატარა თაგვი ირბენდა და მარტო ზედაპირულად შეჭამდა ამ პენოპლასტებს შეერგოს. თავარი უფრო ღრმად არ შესულიყო. ეხლა ღრმად შესვლა არ ეტყობა აქაურობას, მაგრამ მაინც სანამ არ დავქოქავ და არ გავივლი და ჩეკებს არ ანთებს და მაგდაგვარი სიმშვიდეში არ დამთავრდება ეს პირველი ტესტ დრაივი. ცოტა ხანი მომიწევს ფიქრი. ჩვენი მანქანის ისტორიები ცოტა უფრო რთულად ლაგდება ვიდრე ჩვენ გვეგონა, ანუ ხარჯები უფრო მეტია ვიდრე როდესაც ვიყიდე წარმომედგინა, იმიტომ რომ ფარი დაემატა, იმიტომ რომ კარები დაემატა, ისე როგორივე შესაძლებელი გახდა და პლუს სტოიკის პეტლებიც არის წასული და მოკლედ ამ ყველაფრის აღდგენას თანხები ჭირდება და პლუს ნაწილები და ნუ რას ვიზავთ უკვე ამ სიტუაციაში ვართ ხანდახან ისეც ხდება, როდესაც ამერიკიდან მანქანას ყიდულობ რომ შეიძლება ვერ გათვალო და აი ასეც ვითომ უყურებდი და ვფიქრობდი რომ აი მეტი დავითვალო, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ისეთი რაღაცა, რასაც ვერ ითვალისწინებ და ეგ ნორმალურია. ხვდებით და
მაგაზე არც მწყდება გული. ეხლა რა გეგმა გვაქვს და რას ვაკეთებ? პირველ რიგში მივდივართ ჩვენი ამორტიზატორის ჩასაბარებლად უკან, იმიტომ რომ არ წავიდა ჩვენს მანქანაზე, სხვა თავი აქვს და ეს მოკლედ ცხვირი უფრო მოკლე აქვს ამას ვიდრე ჩვენცას. ეგ უნდა ჩავაბაროთ და მე წავიდეთ და კარები ვიყიდოთ. შეიძლება ვერ ჩაეტიოს ეს კარები ჩვენს მანქანაში, მაგრამ მოკლედ დღეს ისეთი შევსებული დღე გვაქვს. ეხლა კიდე წავიყიდოთ ჩვენი RAV4-ისთვის ნაწილები, რათა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი მაგ მანქანის აღდგენისკენ. აგერ ჩვენი RAV4-ის ფარებიც, ორივე ფარი ვიყიდეთ, პატარა ბამპერი ვიყიდეთ მარჯვენა, ეხლა მივდივართ ამორტიზატორის დასაბრუნებლად. ჩვენი შემდეგი გაჩერება არის უკანა კარი. ერთად ვერ ვნახე ერთ მაღაზიაში ერთ ადგილას, რომ ამეღო ორივე კარი, ასე რომ ჯერჯერობით უკანა მიგვაქვს. უკანას წავიღებ ბიჭებს, არ მგონი აქ დაეტიოს წინაც, მოკლედ შეიძლება დღეს ვერ მოვასწროთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარები ვიპოვეთ და ყველა პრობლემის გათვალისწინებით რიგზე არის ყველაფერი და მოკლედ მოძრაობთ ჩვენი RAV4-ის აღდგენისკენ. აგერ ჩვენი კარიც, რომელიც მე მგონი არ დაეტევა. დაიტევა მაგრამ. შევა ხარები გარ ჩაედი ჩემი ჰონდა ბიტი არის ადამიანი იმენა ადამიანი შო ანუ არანაირად სკამიც კი არ გამიწევია ეს დავედი ესე იგი, რიგით მესამე დღე არის, როდესაც ჩვენი RAV4-ის ნაწილებზე ვრეკავთ. დღე ისე არ გადის, რომ მამამ ერთი 30 ადგილას არ დარეკოს. კანტებს ვეძებთ ცალკე, ძრავის კი არა და იმის ხუბს, დენის ჩასარჭობის ხუბს ცალკე ვეძებთ. კანტებს ცალკე, კარებს ცალკე. მეტი აღარაფერი არ დარჩა, იმიტომ რომ ყველაფერი ვიყიდეთ. მოკლედ, კარებიც ვიპოვეთ. კარები არის თელავში და თელავიდან ბოლო მარჯვენა კარი არის დარჩენილი და მაგას ველოდებით, ჯერ მანამდე წავალთ და ვიყიდით წინა ბამპერს და ვიყიდით კანტებს, ასე რომ ჯერჯერობით მოძრაობთ. უკვე ნელ-ნელა ვნელდებით, შეიძლება ითქვას და ყველაფერი დასასრულისკენ მიდის, ანუ მარაგები გვევსება და შესაბამისად მანქანის აწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ეხლა კიდე წავედით და მოვიმარაგოთ ის ნაწილები, რაც გამოგვჭა. ესე იგი, პირველ ლოკაციას გამოვწდით, ავიღეთ კანტები, რომელსაც ვეძებდით. პრიალა არის, მაგრამ თლად ისეთი პრიალა არ არის, როგორც ჩვენს RAV4-ზე აყენია, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი ეს იყო, იმიტომ რომ მაინც დასამუშავებელია და შესახებია ისიც, რაც ჩამოყვა მანქანას, გაბზარულია და ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევდა მაგის აღდგენა, მოგვიწევდა მაგის დამუშავება და მოგვიწევდა მაგის შეღება. რას ვაკეთებ ახლა აქ და რატო ვზივარ მანქანაში? მამაჩემი გადავიდა და ბამპერს წამოიღებს, სხვანაირად ფიზიკურად ვერ ვაჩერებდი აქ მანქანას და ბამპერის აღების კადრების გარეშე დავრჩით. თამასობაში აგერ ეს არის ჩვენი RAV4-ის ბამპერი. მამა მოიტანა და დავიძრებით ახლა ჩვენი RAV4-ისკენ.
ჩვენი Honda Fit ისევ ნელ-ნელა ივსება, ჩვენ კიდე შემდეგი ლოკაციისკენ მივდივართ. ეხლა ამ ყველაფრის შემდეგ პეტლები დაგვჭა საყიდელი, რომელზეც კარები დგება და შეიძლება ითქვას, რომ მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი რაოთხი ბოლომდე აღვადგინოთ. რაც შეეხება მანქანებს და რაც შეეხება მანქანების ჩამოყვანას, ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრი დამიგროვდა ესეთი ნაყიდი მანქანა გამომწერებისთვის. თქვენს შეგახსენებთ, რომ მანქანები ჩამომყავს და თუ დაგჭირდათ მანქანის შერჩევა, ყიდვა და წამოყვანა, ეს იქნება ამერიკა, იაპონია, კორეა, ჩინეთი, კანადა, რაც არ უნდა იყოს, მოკლედ, ავირჩევთ მანქანას, წამოვიყვანთ და ვეცდები, რომ გაგახაროთ როგორც მინიმუმ. მოიწერეთ და რამე შევარჩიოთ. ეხლა კიდე წავედით და ჩვენი რაოთხის პროექტი გავაგრძელოთ. აგერ ჩვენი პეტლებიც მთელი მარჯვენა მხარე, ზედა ქვედა, წინა, უკანა, ყველაფერი მოკლედ მაგ არის. გამოიცანით რატო ვარ ისევ საჭესთან და სად მივდივარ. სადაც ვიყიდეთ პლასმასები. უბრალოდ რა პლასმასებიც ვიყიდეთ, ის კანტები პრიალა რო იყო, მაგრამ საკმარისად პრიალა არა და თან ხავოიანი რო იყო და თან შესაღები. მოკლედ არ გამოგვადგება და ეხა ჯობია ჩვეულებრივი მატოვი აღვევას, რომ ვისაც რა 4 პრაიმის ყიდვა მოგინებათ და კანტები დაგჭირდებათ, თუ ვერ იშოვეთ პრიალა, იყიდეთ ჩვეულებრივი მატოვი და ამუშავებინეთ მალიერს და შეგიღებონ შავ პრიალად, იმიტომ რომ ჩვენთან კიდევ კარგი გვითხრეს ბიჭებმა, რომ შეიძლება აიჭრასო იმ რაღაც პრიალას გამო, რაც ასხია, შეიძლება გრუნტმა არასწორად იმოქმედოს, რეაქციაში შევიდეს და მოკლედ შანსი იყო. არ იყო გარანტირებული ეს, მაგრამ შანსი თუ არის, რომ რაღაცას უდაწავა, ჯობია მოვაჭრათ თავი მაგ შანსს და შევამციროთ მაქსიმალურად ჩვენი რისკები. მაგიტომ მივდივარ მეორე წრეზე, კიდევ პრობკები, კიდევ დგომა და ასე შემდეგ. ბარემ თელავიდან ჩვენი კარიც ჩამოვა და სახშიც არ მივალ დღეს და პირდაპირ რავი რეისებზე ვივლი და ეგრე რა. დამაგიეროთ რა 4 პრაიმს ვაწყობთ. ანუ ვიგაზავებთ. ჩვენი სიარული არ მთავრდება, აი ესე გამოიყურება ჩვენი საბარგული, შევცვალეთ მოკლედ ისინი და დამოვიწყდა გადაღება. ეხლა მივდივართ კარზე. არ დაიჯერებთ და უკანა კარიც ჩაეტია ჩვეულებრივ სახლში ვარ, როგორც იქნა წავალ დავისვენებ, დავიღალე, всё, დღევანდელი ვიდეო მორჩა. ხვალ შემოგიერთდებით. ასევე რაც პრობლემად რჩება ჯერჯერობით არის საბარგული, რომელიც გზაში დამიზიანეს. ნამდვილად ეგეთი სწრაფია თუ არა.